გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი 12 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე პირველ საკითხად გავა. ამის შესახებ თრიალეთ საკრებულოს აპარატის უფროსი საზან ასყიდაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, განცხადება იმპიჩმენტის თაობაზე 12-მა დეპუტატმა შეიტანა და კანცელარიაში დარეგისტრირდა. იყო ბიუროზეც დარეგისტრირდა ეს საკითხი? არა. შემოსული არის განცხადება 12-მა წევრმა, საკრებულოს წევრმა, ანუ სიითის შემადგენლობის ერთმა მესამედმა მოაწერა ხელი, დარეგისტრირდა კანცელარიაში, აპარატის კანცელარიაში, კი ბატონო, და როგორც ჩვენთან არის რეგლამენტით გათვალისწინებული და თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული, საკითხი შევა პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე პირველ საკითხად. სხვა პროცედურებს ითვალისწინებენ. საკრებულოს სხდომა, რომელიც ამ თვეში გაიმართება, იქნება ეს საკითხი კი ბატონო, რიგით სხდომაზე, რო შემოვიდა განცხადება, შემდეგ რიგით სხდომაზე 12 სექტემბერს არის ეს სხდომა გავა პირველ საკითხად. კი, პროცედურულად რამდენი ხმა საჭირო? სიითის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 36 წევრი ყავს ჩვენ ახლა საკრებულოში და 19 ხმა არის საჭირო, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენო. დავით რაზმაძის იმპიჩმენტის პროცედურები საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაიწყეს. განცხადება კი პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებთან ერთად შეიტანეს. დეპუტატი კახალობჟანიძე საკრებულოს წევრებს მოუწოდებს გაემიჯნონ რაზმაძის განცხადებას და დადგნენ სწორ მხარეს. რაზმაძის იმ განცხადების შემდეგ, რაც თელმა საქართველოს მოისმინა და იხილა, რომელმაც საკუთარი მოსახლეობა და ჯარისკაცები დაადანაშაულა ძარცვაში და რუსები გამოიყვანა ვითომ მშვიდობის ყოფილები. ჩვენ ამის საპირისპიროდ მოქმედი ნაბიჯები გადავდგით და მისი იმპიჩმენტის საკითხი დავაყენეთ ამ განცხადებაზე, რაც მან იკადრა. ჩვენ შემოგვიერთდა გახარია საქართველოსთვის 3 წევრი ყავს და პირველ საკრებულოს სხდომაზე მომავალ პარასკევს პირველ საკითხად გამოდის ეს. მე მინდა მოუწოდო ჩვენს კოლეგებს გაიმიჯნონ დავით რაზმაძის განცხადებას და დაგვიჭირონ ხარი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, ესენი ფიქრობთ, რომ ეთანხმებიან დავით რაზმაძის ამ გამონათქვამებს და განცხადებას. ცნობისთვის გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მიზეზი დავით რაზმაძის მიერ გამოცემა New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც თქვა: მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობის მყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ.